ბიძინა მოსulis დღიდანვე განაცხადა, რომ მას სურდა ორპარტიულად წარმოედგინა საერთოდ საქართველოს და შვიდს გაკაფვა უნდა მთლიანად, რომელ გეგმასაც ის პინათლად ასრულებს და შლინგი დასრულებს და ორპარტიულს კი არა, საერთოდ ერთპარტიულს ტოვებს ქვეყანას. და ამას ემსახურებოდა დღეს ზუსტად ყაველაშვილის შეწყალების აქტი, მამუკა ხაზარაძის და ჯაფარიძის. და არ ვიცი რა, ახლა ეს მათი გადასაწყვეტია, მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება, საერთოდ კანონდარღვევით მოხდა, თუ ადამიანი არ გთხოვს შეწყალებას, ისე არ აგაგუბლება შეწყალების, მაგრამ ამის კანონი და კონსტიტუცია ფეხებზე კიდიათ და ახლა ეს მათი გადასაწყვეტია, მე საერთოდ არ მიყვარს არავის არც მოღალატეთ, არც შიშრად, არც რამეთ შერაცვა და გადაწყვიტავენ უღით კი 1-დან 2 თვე ციხეში ჯდომად იმათ რომ პარტია გაანადგურონ და ამდენი ნაწვალები, ამდენი თანხა, ენერგია რომელიც ჩაღარენ ამ პარტიის მშენებლობაში ამ გარეთ გამოსვლას გადააყოლოს. ეს პარტიის წევრების და მისი გადასაწყვეტია. მათი გადასაწყვეტია ვიღაცის მეტყვის ახლა რომ შენოდაც ხომ იმათე სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნითო, მე რა თქმა უნდა მიმართე სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით, მიმართე იმ პერიოდში როცა ქუჩაში დემონსტრანტებს ურტყამდნენ, აპატიმრებდნენ, სახანძრო მანქანებით ებრძოდნენ და ასე შემდეგ და შემდეგ და მაშინ მინდოდა რომ მეც მათ გვერდში მყარი ყოფილიყავი და აქედან არ მენერულა, აქედან არ ყოფილიყავი განცდებით. და არა იმიტომ რომ კომფორტი მემეწყო, არა იმიტომ რომ რაღაც დანაშაული მეღიარებია, ან მეცხოვრა საქართველოში ნებიერად. არა, მე მოვდიოდი ბრძოლისათვის და მიტოვთხოვდი შეწყალებას. და თან სხვაობა არის ნამდვილად სალომეს შეწყალება, ასე თუ ისე ბოლოში მაინც უკვე ლეგიტიმაცია ჰქონდა, ხოლო ჩვენ ყაველაშვილს არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, რომელიც ამ ბოლო დროს წერას ყავს აყვანილი და რავი, წერების უსტარების წერაზე წერას იწყებს და წერს ტრამპებს და რა ვიცი კიდო თუ სადმე პოლიტიკოსი ნახა, ყველგან დაიწყო წერილების წერა. და სხვა სტატუსია ყაველაშვილი ამ აქტის გამოცემით და მისი აღსრულებით აღიარებ უკვე რომ ყაველაშვილი არის პრეზიდენტი და აღიარებ იმ კომისიის ლეგიტიმაციასაც, რომელზედაც არ მისვლისთვის დაგიჭირენ.